გამარჯობათ. დღეს მინდა გესაუბროთ თემაზე, რომელთაც ხშირად მოყმართავენ პაციენტები. ეს არის საკვარცხლების პოლიკისტოზის სინდრომი. იცით თუ არა, რომ ამ დაავადებამ იმაზე მეტი პრობლემები შეიძლება შეგიქმნათ, ვიდრე მენსტრუალური ციკლის დარღვევაა. საკვარცხლების პოლიკისტოზის სინდრომი ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ქალის ორგანიზმში დარღვეულია ჰორმონალური ბალანსი. ძირითადად მომატებულია მამაკაცის სასქესო ჰორმონები, ანდროგენები. დაავადება ძირითადად ვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ხოლო შემდგომში შესაძლებელია უნაყოფობის მიზეზიც გახდეს. რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება საკვარცხლების პოლიკისტოზის დროს? არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ან მენსტრუაციის სრული არარსებობა, ამენორია, გათმიერება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე, სახეზე, მკერდზე, მუცელზე, კანის სხვადასხვა ტიპის პრობლემები, როგორიც არის ცხიმიანი კანის სებორია, აკნე, ასევე ჭარბი წონა. პოლიკისტოზის მკურნალობა ინდივიდუალურია, რომელიც მოიცავს წონის კორექციას, ცხოვრების სტილის ცვლილებას, როგორიც არის ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა. ხშირად ნიშნავთ მედიკამენტოზურ მკურნალობას, რომელიც სისხლში ამცირებს ანდროგენების რაოდენობას, ასევე ზოგჯერ ვიყენებთ ქირურგიულ მკურნალობას, ლაპარასკოპიას, საკვარცხლების დრილინგს. თუ შენს მსგავსი სიმპტომები გაქვს, არ დაივიწყო. პირველი ნაბიჯი ცვლილებებისაკენ არის სწორი ინფორმაციის მიღება და ექიმთან კონსულტაცია. პოლიკისტოზი მართვადი დაავადებაა და მასზე კონტროლი მარტივად არის შესაძლებელი.